იმ ადამიანებმა, ვისაც ცელიაკია გვაქვს, ძალიან ბევრ რამეზე უნდა ვიფიქროთ და ბევრი რამე უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, გასათვალისწინებელია გლუტენის კვალი და ჯვარედინი დაბინძურება. ამ ორ ტერმინს რო ვამბობ ხოლმე ხალხში, ძალიან უცნაურად მიყურებენ. What? სინამდვილეში საქმე ძალიან მარტივად არის და მოდი განვიხილოთ წიწიბურას მაგალითზე. თვითონ წიწიბურა გლუტენს არ შეიცავს, ეს დადასტურებული ფაქტია და ამაზე კამათიც არ შეიძლება. მაგრამ შეიძლება შეიფუთოს ისეთ საწარმოში, სადაც ასევე დაფასოვდა და შეიფუთა ხორბლის ფქვილი. და რახან გლუტენი წებოვანი ტიპია, შეიძლება მოხდეს წიწიბურაში მისი ნაწილაკები, რაც ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად პრობლემა იქნება. არ მეგულება ადამიანი, რომელიც წიწიბურას მოხარშვამდე არ რეცხავდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ წიწიბურა ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს, რადგან შემთხვევით მოხვედრილი გლუტენის კვალი მას მოვაცილოთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მაინც სარეცხის საპნით ან სპირტით გავრეცხოთ. არც ის არ არის აუცილებელი, რომ ესე სათითაოდ ყველა წიწიბურა გაირეცხოს, თუმცა ძალიან გულმოდგინეთ უნდა გავრეცხოთ და შემდეგ უკვე მზად არის მოსახარშა. კარგი წიწიბურა გასაგებია, კარგად გარეცხავ ადამიანი გლუტენის კვალს ან ჯვარედინს დაბინძურებას მოაცილებ და პრობლემაც არ არის. მაგრამ მაგალითად განვიხილოთ ტაფების ვარიანტი. თუ ადამიანმა ტაფაზე მოამზადა გლუტენიანი ხაჭაპური, აი ესეთი ქართული, კარგი, მამაპაპური და შემდეგ ამავე ტაფაზე გადაწყვიტა, რომ თქვენთვის მოამზადოს უგლუტენო ბლინი, ეს უკვე პრობლემაა. ეს ტაფა უნდა ავიღოთ უკვე გამოყენებული, კარგად გავრეცხოთ ახალი ღრუბლით და შემდეგ ის ღრუბელი გადავაგდოთ აუცილებლად, ან შეგვიძლია რომ უბრალოდ ავიღოთ ახალი ტაფა და მასზე მოვამზადოთ უგლუტენო ბლინი. ეს ვერსია შეგვიძლია განვაზოგადოთ როგორც ტაფაზე, ასევე ქვაბზე და მოკლედ ზოგადად ჭურჭელზე.